მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით კლუბ ბოქსის მოედნიდან, სადაც გაიმართება ევროპა ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა. მარგო ჰოთელსა და ვინდემს შორის, რაც შეეხება სხვა მეოთხედფინალურ შეხვედრებს, გაიმართა სამი მეოთხედფინალური შეხვედრა და ერთი ნახევარფინალური წილი უკვე გამოვლენილია, ლიბო გრუპი დაუპირისპირდება კოლკოლას, რაც შეეხება აი ამ დაპირისპირებას, რომელსაც ახლა მივადენოთ თვალყურს, ამ გუნდებს შორის გამარჯვებული შეხვდება ჯეოქლინის ნახევარფინალში. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გველის წინ და იმედია მოთამაშეებიც არ დაგვაღალატებენ და გვაჩვენებენ საკმაოდ საინტერესო თამაშს. გავლენ მოთამაშეები ცოტა ხანში მოედანზე და აიმართება კენჭისყრა დაიწყება ჩვენი შეხვედრაც. გაგაცნობთ იქამდე შემადგენლობებს: მარგო ჰოთელი, კარში ბექანონიკაშვილი 17 ნომერიანი მაისურით, 13 კახო გოგოხია, ზურა ვარდუაშვილი 19 ნომერი, თორნიკე დევიძე 14 ნომერი, რატი ჩარგაზია 22 ნომერი და მიშო ურჩუხიშვილი 10 ნომერი. რაც შეეხება მიდემის შემადგენლობას: სანდრო ღარიბოვი კარში პირველ ნომერიანი მაისურით, ზურა ხვედევიძე 9 ნომერი, დავით ჩადუნელი 5 ნომერი, რომან ყუხიანიძე 10 ნომერი, ომარ სიხარულიძე 4 ნომერი და გიორგი ქსოვრელი 7 ნომერიან მაისურს მოიგებს დღევანდელ შეხვედრაში. აიყოფენ ბურზა მოედანს გუნდის კაპიტნები ზურა ხვედევიძე და მიხეილ ურჩუხიშვილი და დაიწყება შეხვედრა როგორც ჩანს ბურთი წილად ერგო ვინდემს და დაიწყება სწორედ ისინი თამაშს. ეს მისასწვენი და გადაუგდო ზურა ხვედევიძემ მეწინააღმდეგეს ბურთი და პილცემის ნიშანა დაიწყო შეხვედრა ვარდუაშვილი საკუთარ ნახევარზე. ატაცემა ურჩუხიშვილი კარგად დაუტოვა ბურთი გოგოხიასა, კარგი შანსი ქონდა საწყის წუთებზევე მარგო ჰოთელს, მაგრამ მიუხვდა ჩანაფიქრს გოგოხიას სანდრო ღარიბოვი, ახლა უკვე ვინდემის 7 ნომერზე კარგად წამოვიდა შეტევაში დაგმო კარის მართულებით და პირველი სეივი ბექანონიკაშვილის გაცვალეს სეივები, როგორც ერთ ისე მეორე გუნდის მეკარეებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო შეხვედრა. ყუხიანიძე უტყოდა კარის მართულებით, საკმაოდ ტექნიკურად, მაგრამ არაზუსტი იყო ბექანონიკაშვილი ბურთით. საკმაოდ აქტიური სტარტი, რაც ძალიან კარგი არის ნებისმიერი ტიმის მაყურებლისთვის. დევიძე დაიკარგა ბურთი, ყუხიანიძე დარტყმა და 1-0 ხდება ანგარიში. ძალიან მალე მოახერხა დაწინაურება ვინდემა და გატანილი გოლის ავტორია რომან ყუხიანიძე. სრულად უწყნარ სიტუაციაში დაუცდა ფეხით, უიტკინა ფეხით თორნიკე დევიძემ, დაიკარგა ბურთი და 1-0 ძალიან მალევე მატჩის სტარტზე ფაქტობრივად მოიპოვა ოპერაცია ვინდემა დარტყმა კარის მართულებით ვინდემის კარში. ჩარგაზია იყო თუ არ ვწდების ადამიანი, რომელიც ურტყავდა კარგი სევი. ყუხიანიძე ბურთით ვერ შეიმაგრა ბურთი, ხოლმე იმისა ძალიან კარგი მოძრაობები გააკეთა იქამდე და ბურთით არის მარგო ჰოთელი. ძალიან სწრაფი გოლი ხმეთ რომელ შეხვედრაში, ალბათ არც ელოდა არავინ. ასე სწრაფ სტარტს ძალიან კარგი გათამაშება და ჩარგაზია რა კარგად დაუტოვა წინა მომენტშიც გოგოხიას დაახლაც მიხეილ ურჩუხიშვილმა ბურთი ჩარგაზიას, მაგრამ სამცხარო ჯერჯერობით არ მისდის თამაში მარგო ჰოთელს. ვინდემი მეტოქის ნახევარზე ხვედელიძე აცხა ფლანგიდან დარტყმა კარის მართულებით ვარდუაშვილი ბლოკავს ამ დარტყმის აუტი. ყუხიანიძე გამშვიდა ცოტა თამაში ეთქებადი სტარტის შემდეგ თაბძოლა ბურთზე საბოლოოდ გამარჯვებული რჩება მარგო ჰოთელი. საკუთარ უკაცრავად ვინდემი და საკუთარ ნახევარზე ფლობენ ვინდემის მოთამაშეები ბურთს. ქსოვრელი ბურთით სიხარულიძე ხვედელიძე საკუთარ ნახევარზე ათამაშებენ ბურთს ვინდემის მოთამაშეები, ისე რომ არც მეც არ უტყდებათ ისე მშვიდად აკეთებენ ამ ყველაფერს. აცემა დაიბლოკა ურჩუხიშვილის მიერ აუტი. ქსოვრელი ბურთით სიხარულიძე რეცემა ყუხიანიძეზე ხვედელიძე აცემა ფლანგზე. ძალიან ტექნიკური არის გიორგი ქსოვრელი, მონის ცენტრში აქვს სწორედ მას ბურთი. სწორა ბურთი დაარტყა, შემდეგ ეხუბება ამ დარტყმას, ჩაიჭრა მარგო ჰოთელის მიერ გოგოხია მარჯვენა ფლანგზე, გააცემა ურჩუხიშვილზე, ახლა უკვე აღარ გამოვიდა, ეს დაგდება.
ამაზე მოუწოდა ურჩხიშვილმა რომ ცოტა ახლოს მისული იყო ჩარგაზია. აი კარგად ბურთი და ბურთს ფლობს ოხიანიძე. და აღარ თამაშის წესები ვარდუვაშვილმა. ქსოვრელის წინააღმდეგ. ჯარიმა გაათამაშა ძალიან მალევე ჯარიმა ვინდემა. ქსოვრელი არის ბურთით. ჩარგაზია ეთამაშება სწორედ. გიორგი ქსოვრელს საკუთარ ნახევარზე ფლობს ბურთს ვინდემი. ძალიან დაეცა ერთი გატანილი გოლის შემდეგ ტემპი. სწორედ აღგო ტემპი ვინდემა და აყვა ამაში რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ მარგო ჰოტელი კოხიანიძე ტექნიკური მოძრაობებით სულ მოძრაობა დარტყმა და ძალიან კარგი სევი ბექანონიკაშვილი მოწოდების სიმაღლეზეა. და არ გათამაშის წესების შემდეგ სურა ხვედელიძემ გოგოხიას წინააღმდეგ გოგოხია არის ბურთით. სულ მოძრაობა კარგად გაიქცა იგი ხვედელიძეს. ორგი სევი სანდრო ღარიბოვის. ძალიან კარგი მეკარე ყავს. ორივე გუნდს ძალიან ტექნიკური არის ამ მომენტში. გიორგი ქსოვრელი ერთ მოძრაობა მეორე შემდეგ სიხარულიძეზე გადაცემა ნახოთ რა იცავს ვინდემის 4 ნომერი. მოძებნა კოხიანიძე მოატყვა მეკარე კოხიანიძემ დარტყმა და ძალიან ახლოს გაიარა. როლი კუთხის ძელთან. ორთმა გადარჩა. მარგო ჰოტელი მეორე გოლს. ურჩხიშვილი მიიღო ბურთი ვეღარ მოტრიალდა შემდეგ. დაიკარგა და ქსოვრელი მოძრაობაში და სტამინაში ალბათ უპირატესობა ექნება ვინდებს ვინაიდან მათი გუნდი მხოლოდ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და აქეთ შედარებით რა თქმა უნდა მათთან შედარებით ასაკოვანი ადამიანი მაგრამ საკმაოდ გამოცდილი ისეთი გამოცდილი როგორ გამოცდილებსაც ძალიან ბევრს შეშურდებოდა რა თქმა უნდა მათ შორის ბევრ ახალგაზრდასაც კოხიანიძე ბურთით ლამაზი გადაცემა მაგნონიკაშვილი გამოდის თავი თამაშობს საჯარიმოს გარეთ. ძალიან ლამაზი იყო კოხიანიძის გადაცემა, რომელიც ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელიც თითქმის გავიდა რა თქმა უნდა კოხიანიძე ბურთით კვლავ. კარგად გაითამაშეს კედელი მინდემის მოთამაშეებმა, შემდეგ კარგი არის ვარდუაშვილი დაცვაში, შეიმაგრა ბურთი, მოიპარა, წამოიღო, დაიწყო საკუთარი გუნდის შეტევა ურჩხიშვილი ბურთით მარცხენა ფლანგიდან. სულ მოძრაობები, მაგრამ არ დააკლო. ჩარგაზიაზე გადაცემა გოგოხია დარტყმა და ძელს ხდება ბურთი. ძალიან კარგი მომენტი შექმნა ამ მომენტში. მარგო ჰოტელმა ძალიან კარგი თამაში ვადევნეთ ჯერჯერობით თვალყურს მიღოთ იმისა რომ დაეცა ტემპი. მატჩის სტარტის შემდეგ დაახლოებით 2 წუთის თუ 3 წუთის განმავლობაში მაინც ქმნიან მომენტებს როგორც ერთი ისე მეორე გუნდის მოთამაშეები ხვედელიძე. სიხარულიძეზე გადაცემა საკუთარ ნახევარზე ფლობს ვინდემი ბურთს. ხიანიძე დაკარგა ბურთი მოიპოვა ურჩხიშვილმა და დარტყმა კარის მართულებით. არაზუსტია. სოვრელი საკუთარ ნახევარზე. თამაშება ურჩხიშვილი ბურთით 1-1-ზე ამეკარესთან თავზე გადაგდებას ეცა და არ გამოდის შემდეგ უკან გადაცემა დევიძე ბურთით. ვარდუაშვილი საკუთარ ნახევარზე აქ დაიკარგა ბურთი შეტევაში. საკუთარ ნახევარზე მონიკაშვილი იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებულ მეორე გოლს. გოგოხიას გაიქცა ბურთის დამუშავების დროს. აუც მოწვის ვინდემი. ძალიან აქტიური, ძალიან მაღალი ტემპის უკვე. ცოტა არეული თამაშია, თუმცა რა თქმა უნდა ისიც გამართლებულია ვინაიდან მეოთხე ფინალური ეტაპი. სიხარულიძე ბურთით, ხედელიძე, ღარიბოვი საჯარიმოში. სიხარულიძე. უჭირს გადაცემის გაკეთება ხვედელიძე. თით მოიგერია საბოლოოდ ხვედელიძემ გაიჭედა გადაცემის გაკეთებისას. ძელი გადაცემა თუ გავა კი ბატონო შეძდა ბურთს. ურჩხიშვილი, მაგრამ შემდეგ ვეღარ ითამაშა ხეირიანად ამ მომენტში. საბოლოოდ აუძე გადადის ბურთი და ხვედელიძე მოაწვის აუტს. ღარიბოვი. ძელი გადაცემა აქ ჩასაფრებული იყო კოხიანიძე, მაგრამ ვერ მიიღო ბურთი კოხიანიძემ. მონიკაშვილმა დაიწყო საკუთარი გუნდის შეტევა ვარდუაშვილი ბურთით. წამოიღო ვარდუაშვილმა ბურთი, გადაცემა გოგოხია დარტყმა და ღარიბოვი კიდევ ერთი სევი. ცილობს
მარგო ჰოთელი ერთი გოლის გაკვითვას და ძალიან მალე სპონსორების აღდგენას, მაგრამ ჯერჯერობით უარს ამბობს ამაზე სანდრო ღარიბოვი. პასუხი დარტყმა ვინდემის მხრიდან, არ გავია, გაიბლოკა აუტი, მოაწოდა აუტი. ვინდემა სიხარულიძე, ხვედელიძე, იმაგრა ბურთი, დარტყმა კარის მმართველებთან რიკოშეტი იყო და მიიქნება კუთხური. კი ბატონო, ასეც არის. კუთხური მოაწოდა ვინდემა. სიხარულიძე ბურთი დარტყმა კარის მმართველები და რა გოლი. ბურთი გაუშვა მომენტში ნიკაშვილმა. რა თქმა უნდა ეს ალბათ მაინც უნდა დავაბრალოთ. ნიკაშვილს ძალიან ცუდი შესწავლა დაუშვა მომენტში ნიკაშვილმა, რაც იშვიათი არის რა თქმა უნდა მისი მხრიდან და 2-0 საგზომელი ოპერაცია მოყვა ვინდემა კვლავ ვინდემი არის შეტევაში თუ ვიღებოთ მესამე გოლს აქ ვერ ვინდემის მოთამაშეებმა მომენტში დაიკარგა ბურთი და შეიძლებოდა ამ შეტევის წარმატებით დასრულება ურჩუხიშვილი ბურთით ჩარგაზია ურჩუხიშვილი კარგი არის პრესინგზე გიორგი ქსოვრელი ბურთით მაინც მარგო ჰოთელია ნიკე დევიძე ბურთით მარცხენა ფლანგზე გადაცემა ურჩუხიშვილი თავი თამაშობს თუმცა შემდეგ კარგი არის საჯარიმოში ვინდემი კარგი თამაშის ვინდემის მოთამაშეებმა დაცვაში წელი გადაცემის შემდეგ დაკარგა მაინც ვინდემა ბურთი და ახლა უკვე ვარდუგაშვილი კარგი გათამაშება გოგოხია დათნა კარის მმართველობით და 2-1 ძალიან მალე უპასუხა მარგო ჰოთელმა ვინდემის მეორე გოლს და სადიყვნენ აქამდე პრინციპში მაგრამ აქამდე არ წავლებდათ გორკუნა ახლა უკვე გაუმართლა გაუღიმა ბედმაც კახა გოგოხიას და გაქვითა ერთი გოლი მარგო ჰოთელმა ვერ აგრძელებს როგორც ჩანს თამაშს თორნიკე დევიძე და ნიკა ჯიბლაძე შემოდის მის ნაცვლად როგორც ჩანს პირველი გოლის მომენტში რასაც გაუშვა პირველი გოლი მარგო ჰოთელმა იტკინა ფეხი თორნიკე დევიძემ და სწორედ ეს ფეხი აწუხებს ახლაც ამიტომ განახორციელა სულდა მარგო ჰოთელმა 2-1 ასობაში დაახლოებით 11 წუთი გავიდა პირველი ტაიმის დაახლოებით 9 წუთი რჩებათ მოდებს სათამაშო ხიანიძე ძალიან კარგად ამოვიდა შეტევაში დარტყმა იყო უხერხული დარტყმა ხიანიძის და ამჯერად იყო მოიგერია ეკანონიკაშულმა შემდეგ კუთხურზე კუთხურიან ჩაწოდებულს ორანი უპასუხა ვინდემის მხრიდან და აუცმაწვის მარგო ჰოთელი გოგოხია ბურთით და კარგა ბურთი მარგო ჰოთელმა შემდეგ გოგოხია ცდილობდა ამორჩენებს არ გამოდის ცოტა დაღლილი ჩანს მარგო ჰოთელი გავიდა ბურთი მოდის პარკლებს გარეთ როგორც ჩანს ბურთით დარჩება მარგო ჰოთელი ჩარგაზია და კარგა ბურთი ჩარგაზიამ კარგი იყო ართმევაზე მარსიხარულიძე სიხარულიძე კარგად გაითამაშა კოქიანიძეზე მაგრამ ჯიბლაძე კარგი არის დაზღვაზე მაინც ვინდემი არის ბურთით და მათი 7 ნომერი კოქიანიძე სიხარულიძე როგორც ჩანს არ არის თამაშის წესების დარყვა და გადააგრეს ბურთი ვინდემის მოთამაშეებმა გაუგებარი შეხვედრა არის მომენტები არის საკმაოდ აქტიური არის თამაში მაგრამ მომენტებში ძალიან ეცემა ტემპი შემდეგ ისე იღელვებს თამაშის ტემპი შემდეგ უკვე და იფეთქებენ მოთამაშეები შემდეგ ისე ნელდება მათი ქარცეცხლი საურელი გადაცემა ხოდელიძე საკუთარ ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან მის ცენტრში შემდეგ ვინდემი ათამაშებს ბურთს საკუთარ ნახევარზე ძალიან შვიდად წყნარად დამაჯერებლად ხარულიძე შემდეგ ჩადუნელი არის ჩადუნელი საკმაოდ გოგოხია შეიმაგრა ბურთი დარტყმა კარის მმართველობით მოიტანა ბურთი ორთაბრძოლაში ხაბერ გოგოხიამ შემდეგ ცადა დარტყმასაც რამ გააცვდა ეს მომენტი ფინალის შანსი არა და კუხიანიძე ურჩუხიშვილი მასთან მიდის ბურთით მოძრაობები შეუძლია დარტყმა კარის მმართველობით არასუსტია
და როგორც წესი უჭრშა ეს მომწონს არ აფუჭებს ხოლმე არ გამართვა ამ მომენტში. კუხიანიძე ბურთით. ძელი გადაცემა ჩიბლაძე კარგი არის დაწესში შემდეგ ჩუხეშვილი ვერ მიასწრო ბურთს. ონი ცენტრში ორთაბრძოლა გამარჯვებული რჩება. ჩადუნელი რა კარგი არის. ჩადუნელი. ამ მომენტში უკაცრავად გიორგი სოვრელი ეს მოთამაშე არიბოვი ბურთით. გადაცემა კუხიანიძეზე. ერთ-ერთზე ეთამაშება ჩარგაზიას, მოძრაობა დარტყმა კარის მართულებით ვარდუაშვილი ეღობება და ბლოკავს ამ დარტყმას. შემდეგ ხადელიძე თამაშობს გადმოგდებულ ბურთზე და აგდოვის ტემპი მინდემა. კუხიანიძე ბურთით. მი ცენტრში მარტო დარტყმა კარის მართულებით ახლა უკვე ჩიბლაძე ბლოკავს ამ დარტყმას, ვერ მიასწრებს გოგოხია ამ ბურთს, აუტი. ჩუხეშვილი დაისვენებს როგორც ჩანს. კარგად ვერ იწევს თავს ჩუხეშვილი და ხუჩა იასაღაშვილი შემოდის მოედანზე. ამასობაში დაახლოებით 15 წუთი უკვე მიიწურა პირველი ტაიმის დაახლოებით 5 წუთი აქვს გუნდებს სათამაშო პირველ ტაიმში. იასაღაშვილი ბურთი დარტყმის მართულებით დაიბლოკა გოგოხია. მოძრაობა შემდეგ იასაღაშვილზე გადაცემა არ გადის. პოზიცია კვლავ რჩება მარგო ჰოთელს. იასაღაშვილი კარგად გაერკვა ამ სიტუაციაში, მოძრაობები დარტყმა კარის მართულებით. იგერიებს ამ დარტყმას სამრო ღარიბოვი და კუთხური. და შემოვიდა შეცვლიდან. იასაღაშვილი. სურა ვარდუაშვილი მიდის ბურთთან იგი მოაწვის სწორედ კუთხურს. ნახოთ რა აქვს ჩაფიქრებული ვარდუაშვილს. აიწევა ეს კუთხურის მომენტი. არჩანს მითებებს დაჭირდა არბიტრის ხადელიძეს გოგოხია დარტყმა და ძელი. როგორ ვწყავდა ახლა გოგოხია პირდაპირ გადმოგდებული ბურთიდან ბურთზე ჰარიდან ცდილობდა გოლის გატანა და ძალიან ცოტა დააყლა მისდამდე. კიდევ ერთხელ გააყა წელს ბურთი გოგოხიამ და როგორი ლამაზი არის მისი თამაში ზოგადად. არის ძალიან დასაფასებელი არის ეს ადამიანი. არიბოვი კარგად ამოვიდა აცვიდან ვინდემი შემდეგ სიხარულიძე გოზაკარგო ბურთი მაგრამ მაინც ვინდემი არის ბურთით შემდეგ გაიქცა ხადელიძეს და აუტი. ვარდუაშვილი გრძელი გადაცემა გოგოხია კარგად გაითამაშა. ბურთი ჩარგაზია გოგოხია და ორი თორისება აღარიში. როგორ ლამაზი იყო ეს ყველაფერი, ეს არის მაინც რაღაც თქმა უნდა გამოსწრება როგორ დახატეს. აუთ გოგოხელის მოთამაშეებმა 2-2 აღადგინა მაინც წონასწორობა მარგო ჰოთელმა და ყველაფერი ახლა უკვე იწყება თავიდან. კუხიანიძე ბურთით განაახლებს თამაშს. გაათამაშა ბურთი მინდემა და მარცხენა ფლანგზე სურა ხოდელიძე. და არ ჩამოყრიან ყურებს მინდემის მოთამაშეები და გააგრძელებენ თამაშს როგორც დაიწყეს. სორელი ბურთით.აცემა კუხიანიძეზე კარგი მოძრაობები შემდეგ ორი მოთამაშის გარემოცვაში აღმოჩნდა და გააკარგინეს ბურთი, თუმცა როგორც ჩანს მარგო ჰოთელის თამაშიდან გადადის ბურთი მონის კარგების გარეთ. მოაწოდა აუტი მინდემა, შემდეგ ვერ გაეთამაშეს ბურთი და ახლა უკვე მოდაკარგეს ბურთი ნამდვილად და ჭეშმარიტად. აუტიდან ბურთი მოაწოდა მინდემა. მარგო ჰოთელმა უკაცრავად შემდეგ ვერ შეემაგრეს ვერც მან ბურთი და საბოლოოდ პოზიციას ფლობს მინდემი. სორელი ძალიან კარგად თამაშება, კარგად გაითამაშა
კედელი მარგო ჰოთელმა დარტყმა კარის მართულებით და კარგად ამოვიდა დაცვიდან შეტევაში გიორგი ქსოვრელი, თუმცა მცირე მანძილით 10 და მისი დარტყმული ბოლო მომენტში კარს. ნახავთ ერთი წუთი პირველ ტაიმის დასრულებამდე გოგოხია ბურთით. იბლაძე ვარდუაშვილი. კარგად წამოიღო ბურთი ვარდუაშვილმა, შემდეგ დაკარგა და ძალიან საფრთხო კონტრშეტევა შეიძლება მიიღოს მარგო ჰოთელმა, მაგრამ კარგად თამაშობს დაცვაში. წინა მომენტში დამნაშავე ზურა ვარდუაშვილი კუხიანიძე დარტყმა კარის მართულებით არაზუსტია. სავარაუდოდ ეს გოლი შეტევა იქნება ახლა, რომელსაც განახორციელებს მარგო ჰოთელი. ჩიბლაძე ბურთით. გოგოხია შეიმაგრა ბურთი გოგოხიამ თამაშს დარღვა არის აგზელებს როგორც ჩანს თამაშს. იმდენი არ გააჩერა არბიტრმა დარტყმა, შემდეგ დაიბლოკა ეს დარტყმული და აუტი. ორივე აუტი რომელიც გაათამაშა ვინდება და დაიკარგა მალევე ბურთი. მონიკაშვილი გადაცემა ვარდუაშვილზე არ გადის და აუტი. ზუსტი გადაცემის შემდეგ აუტს მოაწვდის ვინდემი, კარგად თამაშობდა კუხიანიძე, შემდეგ როგორც ჩანს ვინდებსაც გაექცა მონის ფარგლებს გარეთ ბურთი. ესაღაშვილი მოიგო თამბზოლა მარცხენა ფლანგზე ვინდება, მაგრამ ხუთელზე არ აღარ შემდეგ ზუსტი გადაცემის გაკეთებას ქსოვრელი ცდილობდა კარის მართულებით დარტყმას, მაგრამ არა ზუსტი არის მონიკაშვილი ბურთით. გოგოხია ჩიბლაძე ბურთით, შემდეგ ცდილობდა არქოტეჩი ნომერი ბურთზე თამაშ მოუყოლა, შემდეგ ბურთზე თამაშების დარღვევა, როგორც ჩანს არ არის და დასრულა პირველი ტაიმი, დასრულდა ანგარიში 2-2 შევისწონოთ დაახლოებით 5 წუთი და დაგიბრუნდებით მეორე ტაიმით, რომელიც ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო იქნება. პროვებით. მაშასე გიბრუნდებით მეორე ტაიმით, სულ ცოტა ხანში განახლდება ჩვენი შეხვედრა, რომელიც იმართება და მიმდინარეობს მარგო ჰოთელსა და ვინდემს შორის განახლდა შეხვედრა. ვინდემი ფლობს ბურთს, პირველ ტაიმის შემდეგ ანგარიში არის 2-2 გაცვალეს მომენტები. ვინდემმა ძალიან კარგი სანახაობრივი პირველი ტაიმი ჰქონდა და იმედი არანაკლები იქნება მეორე ტაიმიც. მოგესალმებით, ეს არის მეოთხედნეული ეტაპი და ამ მატჩის გამარჯვებული შეხვდება ჯეოქის ნახევარფინალში. დაიკარგა ბურთი დარტყმა კარის მართულებით და 3-2. ძალიან ზედმეტი მოძრაობები გააკეთა ამ მომენტში. გიორგი ქსოვრელმა დაკარგა ბურთი და შემდეგ კარგად გაერკვა სიტუაციაში ჩარგაზია და 3-2 ხდება ანგარიში. ახლა უკვე ბევრის როლში არის ვინდემი. პირველი გოლი ძალიან სწრაფად გაიტანეს პირველ ტაიმში და უფრო სწრაფი გოლი გაიტანა მეორე ტაიმში. გოლი ჩარგაზია. ახლა უკვე ვინდემმა უნდა ითამაშოს საკუთარი თამაში და აიყოლოს. ვინდემი იყო თამაშის წესებზე რა თქმა უნდა ურჩხიშვილის წინააღმდეგ მიტოვა ჩარინა მარგო ჰოთელის გამოცდილმა მოთამაშემ და კაპიტანმა. საშუალო შეგახსენებთ, მარგო ჰოთელი არის გუნდი, რომელიც ჯერჯერობით არ დამარცხებულა საკვალიფიკაციო ეტაპზე. დარტყმა კარის მართულებით ურჩხიშვილის რიკოშეტი კი წავიდა კარისკენ შემდეგ, მაგრამ მაინც გაერკვა სიტუაციაში სანდრო ღარიბოვი, შემდეგ მაგალითაცემა არ გადის. გოგოხიაზე გადაცემა მონიკაშვილის ვერ დაამუშავა ხერიანად ბურთი გოგოხიამ, საბოლოოდ ბურთით მაინც რჩება ვინდემი. წავდებელი სერია, იმიტომ ვახსენე, რომ ზოგადად ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშის დატყიალება, როგორც არის მარგო ჰოთელი, ძალიან რთულია. ამიტომაც აქვს სწორედ მათ წავდებელი სერია. თუმცა ვნახოთ, შეუძლიათ ვინდემის მოთამაშეებს, თუკი აქამდე გავიდნენ წინ, რა თქმა უნდა, მარგო ჰოთელის წინააღმდეგ.
მას ნიშნავს რომ შეუძლებელი არაფერია მით უმეტეს მინიფეხბურთში კუხიანიძე ბურთით მარცხენა ფლანგიდან შეყოვნა კუხიანიძეს მოძრაობები ვარდუაშვილი კარგი არის მეუხდა ჩანაფიქს კარგი არის ესინგზე გაითამაშეს ბურთი აუტიდან მინდემის მოთამაშეებმა სიხარულიძე გოხია კარგი არის პრესინგზე მაგრამ მეც სიხარულიძე დარჩა ბურთით მარჯვენა ფლანგიდან ისე გრძელდება ეს დუელი საბოლოოდ დასრულდა მეც გოხეს გამარჯვებით ნიანდან რაზუდრაცმა გააკეთა სიხარულიძემ შემდეგ გრძელი გადაცემა მოშტიჟულზე არ გადის მოიყვა ბურთი ღარიბოვმა კუხიანიძეზე სტრაფი გადაცემა კარგი შანსია მინდემს ვერ მოახერხეს ბურთის გათამაშება ხიერიანად აუტი მოიპოვა საბოლოოდ მაინც მინდემის მოთამაშეებმა კუხიანიძე კარგი პასი კარგი იყო ჩანაფიქრე მაგრამ ქსორონდა ცოტა დააყონა საჯარიმოში შესვლა და ბურთი რჩება მარგო ჰოთელი გოგოხია ბურთით კარგად წამოიღო ბურთი ძალიან კარგი გათამაშა მედიცინაში კлау გოგოხია დაიკარგა ბურთი სორელმა ამ მომენტში გოგოხიას ბურთი შემდეგ კარგი არის კარგად მიეხმარა დაცვაში გოგოხია თანაკუნდელებს და კუთხური ასტონი გაისმის ჩაწოდება ურჩხაშვილი იგერიებს ბურთს ჩადუნელი გადაცემა ხოდელიძეზე მარცხენა ფლანგზე დარტყმარის მიმართულებით ეღულა მარტყმის ჩარგაზია შემდეგ კлау ხოდელიძეს თან მიდის ბურთი აღარ ახერხებს ხოდელიძე შემდეგ გადაცემის გაკეთებას ხიანიძე ვნახოთ დღეს სხვა შორის ლამაზი მოძრაობები რომელთაც მოგვაწონა თავი წინა თამაშებში არ გვინახავს მედი ამასაც ვეხილავთ კარგი მომენტი შექმნა გერგიცორო მოდისენში დააყო მაგრამ რაზუსტი იყოს დატომა ჩარგაზია ძალიან კარგად გაერკვა ამ სიტუაციაში კედელის გათამაშებას ცდილობდა შემდეგ გოგოხია მასთან არ გამოდის ბურთით არის მინდემი მარჯვენა ფლანგიდან მინდემის შეტევა ერთი პასია საჭირო მოდის არე დარტყმა კარის მიმართულებით საჯარიმოს გარეთ იყო საჭირო გადაცემის გაკეთება მაგრამ შეუშალეს ხელი მარკო ჰოტელის მოთამაშეებმა მინდემის მოთამაშეებს ჩადუნელი კუხიანიძე ბურთით კარგად გათავისუფლდა მომენტში კუხიანიძე დაარტყა თუმცა არაზუსტი იყო ეს დარტყმული ნიკაშვილი ბურთით ვარდუაშვილი შემდეგ ჩიბლაძე ისე ნიკაშვილი ეს არის კოტა თამაშობს ბურთს ეკუდა ნახევარზე მარკო ჰოტელი მაგრამ კარგად ამოდიოდნენ მაგრამ გაუხიან ბოლო მომენტში ვეღარ მიასწრო ბურთს აუტს მოაწვის მინდემი სიხარულიძე ბურთით კედელიძე სორელი შემაგა ბურთი მინდემა და 2-2-ზე მოდი შეტევა ურჩხაშვილი აქვს შანსი დარტყმა კარის მიმართულებით დაჯობა ღარიბოვმა შემდეგ ბურთით მოდის ძალიან სწრაფად მინდემის შეტევაში კუხიანიძე მარცხენა ფლანგიდან დრას მოიფიქრებს მინდემის 10 ნომერიც მოძრაობები დარტყმა კარის მიმართულებით ეს ცდილობდა დარტყმას ცხადა პრინციპში დაარტყა კიდევაც მაგრამ კვლავ არაზუსტია ისი დარტყმული გოგოხია ტოვებს მოედანს მის ნაცვლად შევა მოედანზე იასაღაშვილი კარგად გაერკვა იასაღაშვილი სტაბილურად ძალიან კარგად შემოდის შეცვლებიდან მომენტში ურჩხაშვილმა ვერ დაუტოვა ხერიანად ბურთი ისე ყიფის მაგრამ შემდეგ იასაღაშვილი ძალიან კარგი არის პრესინგზე ურჩხაშვილი მიიღო უწყლიან სიტუაციაში ბურთი ფაქტობრივად საჩუქარი შემდეგ შეყნდა შეტევაში ბურთით მაინც რჩება მარგო ჰოტელი როგორ ჩანს ჯარიმა როგორ შიმაპურად გაათამაშა პრინციპში დაარტყა ჯარიმა ურჩხაშვილმა ეს მოვასწარი მე თვითონაც გააზრება თეთრ მცირე მანძილითაც და ბურთი კარს ეს სკოლი რო გასულიყო ნუ არ ვიცი ალბათ ფსიქოლოგიურად ახლობით 5 ჯერ და 10 ჯერ ეს უპირატესობას მოიპოვებდა მარგო ჰოტელი თამაში ვარდუაშვილი გრძელი გადაცემა შემდეგ არაზუსტია არ გადის
Ისი გადაცემა ძალიან ძლიერი იყო და ეკარგა ბურთი მარგოთელის მხრიდან და ვინდემი შეტევაში ძალიან კარგი გადაცემა შანსი აქვს საურებს მაგრამ ვერ შეიმაგრა გამშავა ბურთი კვლავ ვინდემი არ შემო შეტევაში ურჩხუხიშვილი ბურთით აღვიანა ძალიან გადაცემის გაკეთება და ბურთმა დატოვა მუნიციპალიტეტები როგორც ჩანს ვერ მიასწრო ვინდემის ერთმა მოთამაშემ ბურთს შორეული დარტყმა დაიბლოკა შემდეგ საურელი თამაშობს ბურთზე ებრძვის და დაიღო თამაშის წესები როგორც ჩანს მის წინააღმდეგ ჯარიმას შეასრულებს ვინდემი არაფრის დიდებით არიხებს უკან მიხეილ ურჩხუხიშვილი მოუწია რაღაც მომენტს და ხელ ადგა კედელში და გაათამაშებს ჯარიმას ვინდემი თამაშება დაიბლოკა ეს პასი ესაღაშვილი დაკარგა ესაღაშვილი მალევე ბურთი შემდეგ კარგია ეს დაცვაში ბურთი მისდის კუხიანიძეს დარტყმა და იგერი ეხნამიკაშვილი ამ დარტყმით და საჯარიმოში გადაცემა არ გადის მოიგერია ბურთი მარგო ჰოთელმა ბურთით არის მაინც რა უნდა ვინდემი აკა თამაშობს აქ ჩარგაზი ამ მომენტში ურჩხუხიშვილი მარცხენა ფლანგზე მარტო არის ორი მოთამაშის გარემოცვაში მოძრაობა კარგია და შემდეგ დაცვაში რა კარგად თამაშობს ვინდემის ერთ-ერთი მცველი ბურთი მაინც კართან ახლოს მივიდა მაგრამ მოახერხა ვინდემმა ბურთის ამოტანა სიხარულიძე კოხიანიძე დარტყმა გარე სიმართულებით და ხით კინა როგორც ჩანს კოხიანიძემ ვარდნის შემდეგ ჯერჯერობით არ ახერხებს წარმოდგენას რომან კოხიანიძე წარმოდგა როგორც ჩანს არაფერი არ არის სერიოზული აგრძელებს თამაშს ვინდემის 10 ნომერი როგორც ჩანს ვერ ჯარიმა მოიპოვა კოხიანიძემ გარდან განაახლებს თამაშს ანიკაშვილი ხელი გადაცემა გოგოხია ვერ მინდავს ამბობს პირველი არის ვინდემის მცველი შემდეგ ჩარემდება მარგო ჰოთელი შეტევაში კიდევ ერთხელ დაჯარიმდა მარგო ჰოთელი ახლა უკვე საკუთარ კართან ძალიან ახლოს და სტანდარტი ვინდემის შესრულებით თამაში ბურთი ვინდემმა უჩვენება ახლა დაარტყა ქსოვრელმა მაგრამ არაზუსტი არის ეს დარტყმა ანიკაშვილი ბურთით აგდო წირს ბურთი მაღალი გადაცემა აეჭრა ბურთი საკმაოდ არაზუსტი ტრაქტორით წავიდა არავინ იყო მისთან და გუნდელი და შემდეგ ყარიბოვი ბურთით გაათამაშა ბურთი ვინდემმა ცოტა უნდა იჩქაროს მართლისე ბევრი დრო რა თქმა უნდა მას დაახლოებით 6-7 წუთი რჩება მეორე ტაიმის დასრულებამდე. ხან არის ბევრია, მაგრამ მაინც უნდა იჩქაროს აქ ძალიან კარგი მომენტი და ძელს ხდება ახლა უკვე. ბურთი ძალიან აქტიურად ითამაშა ამ მომენტში. გიორგი ქსოვრელმა შექმნა მომენტი და არტყიავას კარის მართულებით და ძელმა იხსნა მარგო ჰოთელის კარი. ისე ვინდემი არის ტევაში კიდევ ერთი დარტყმა გააქვავა ბურთი ხელში. ეკონომიკაშვილმა შემდეგ ხელი გადაცემა გოგოხია თუ მიღებს ამ ბურთს მიიღო გააყრდევს კარის მართულებით და ჩანს შეეხო ვინდემის ერთ-ერთი მცველს და კუთხურს მოაწვის ახლა უკვე მარგო ჰოთელი. გოგოხია ბურთთან წოდება არ გადის იგერიებენ ბურთს ვინდემს მოთამაშედ ემდენი მოახერხეს რომ შემაგრეს კიდევაც ბურთი კუხიანიძე არ გააყენა კორპუსი და ჯარიმდა ესაღაშვილის წინააღმდეგ სწორად გაათამაშა ბურთი კუხიანიძემ M10 ნომერის სწორედ რომ მოძრაობა კიდევ ერთხელ ჯარიმდება ესაღაშვილი ის წინააღმდეგ ტოვებს მომენტს ხელი ბარათი მიიღო ესაღაშვილმა
სრულდება მის ნაცვლად, მიგრანზე შემოდის 7 ნომერი. კარგად აქტიურობს. საკმაოდ გერგ სორელის იღებს შესაბამის გამოსწორებას კუხიანიძე რა ლამაზია ეს ყველაფერი და ბრავო ესე ძალიან ლამაზი მოძრაობით გამოზომილი რატმით ახერხებს კუხიანიძე ელის გატანას ჯერ გამოძრაობა შემდეგ როგორი შესრულება და ასეთი ბოლოს მოტი დაეცა მარგოჰოტელის ერთ-ერთი მოთამაშე თორცეთის ვარდუაშვილი იყო, მაგრამ არ ვიცი, შეასრულა ფაქტობრივად შექმნა შეასრულა ეს მომენტი კუხიანიძემ. ამაზე ვსაუბრობ ისტორიულ გვაკლდა ის მომენტები, რომელსაც აქამდე მიგვაჩვია კუხიანიძემ და აი ახლა ვიხილეთ სწორედ აი ამ მომენტში ის ეს ლამაზი მოძრაობები. 3-3 ხდება ანგარიში და კუხიანიძე კიდევ ერთი შანსი დაარტყმა და ახლა უკვე ნიკაშვილი კარგი არის. აქტიურდა აშკარად. კიდევ ერთი დარტყმა, ბლოკებას დარტყმული ხედაიძის აშკარად გააქტიურდა, შეცვალა პეიზაჟი და სურათი. იმდენმა ძალიან ლამაზი გადაცემა, ახლა კუხიანიძე არ გადის. საერთოდ რაც გავიდა და გამოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბლოკო არ გაექცა. გოგოხიას შავ გოგოხიან კორპუსს და შემდეგ შეტევაში ჯარიმდება კუხიანიძე. ახობით 5-6 წუთი სათამაშო გუნდებს საკმაოდ დიდი დროა იმისთვის რომ შეიცვალოს არაერთხელ სურათია თამაში და ნახოთ როგორ გამთავრდა მოვლენები მარცხა ფლანგზე. მარგოჰოტელი დარტყმა კარის მმართველები ძალიან არაზუსტია. მაგარი მოვიხდით. გადაცემა ქსოვრელზე ვერ გაექცა ქსოვრელი ვარდუაშვილი წავდა ბუთის შემაგრებას, მაგრამ საბოლოოდ გაექცა ბუთი და აუ ღარიბობს. ღარიბოვი გაათამაშებს ბურთს საკუთარი საჯარიმოდან. მინდა მარჯვენა ფლანგიდან გააქტიურდა ძალიან. იმდენდა შესაძლოა იამტებს ვერ გაუძლოს. მარგოჰოტელმა კუხიანიძე ბურთი დარტყმა კარის მმართველებით როგორ დარტყმებს. ვარდუაშვილი და აუძე გააჩენდა ბურთი. გათამაშებული აუტინა მიდემა სოვრელი გადაცემა სიხარულიძე დაუტოვა ბურთი უკან ხადელიძე აიცა ბურთი მაგრამ მაინც ახერხებს ბურთს შემოგრებას იმდენი და ძალიან პირქუშა დაარტყა მომენტში სიხარულიძემ და ძალიან კარგი სევი შემოგთავაზა მურიგი ეკონომიკაშულმა სოვრელი იცრუ მოძრაობა კუხიანიძე ბურთით პალი გადაცემა ატყმა კარის მმართველებით და ერთი მოიპოვა ნანიკაშულმა ცოტა ალბათ გადაამლაშა ეს მომენტი იმდენმა შეიძლება და იქ კვადრე დარტყმაც ურჩუხიშვილი საერთოდ გააქრეს ურჩუხიშვილი და შეხვედრაში თავიდან საერთოდ კარგად დაიწყო თამაში მაგრამ აქტიურად აღარ ჩანს იგი მოედანზე. მასაც ხდება რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სტაბილური მოთამაშე, მაგრამ ყოველთვის რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება. მოთამაშე და ამის ცხადი მაგალითია და ნათელი მაგალითი. მიხეილ ურჩუხიშვილი. მეგაუდის ერთმანეთს მარგოჰოტელის მოთამაშე, მაგრამ როგორც ჩანს გოგოხი აპელირებს ჯარიმაზე ის ხშირად არ აკეთებს ამას გადაშორის ალბათ რაღაც საბრძოლი ჰქონდა ნამდვილად ადამიანს კუხიანიძე კარგი მოძრაობა მაგრამ მიხვდა მოძრაობას ვარდუაშვილი შემდეგ ვერ ამოაქვს ბურთი მარგოჰოტელს დაიკარგა და ხვედელიძე ბურთით სოვრელი მოძრაობა და არყმას მართლებით ახლა უკვე კარგი არის ჩიბლაძე დაცვაში მაღალი აუტი გაათამაშა ვინდემა აცნესთან ჩასრობურთი გადადის მარგოჰოტელის ფარეს ვინაიდან მაღალი აუტის მოწოდება არ შეიძლება ტურნირის წესებით ხელი გადაცემა ურჩუხიშვილი აი ახლაც მიღებურთი და ახლაც ჯარიმას ითხოვს მარგოჰოტელი კუხიანიძე ბურთით რომ მოძრაობა დარტყმა და შემდეგ ხვედელიძეს ჰქონდა შანსი მაგრამ ვერ შეუცვალა
ერიანად ტრაექტორია ბურთს ურჩუხიშვილი მიიღო ბურთი ეს ბურთი შემდეგ მისდის გოგოხიას შეუძლია გოგოხიას დარტყმა კარის მართულებით ურჩუხიშვილი ჩარბოდა სწორედ მასზე იყო გამიზნული გადაცემა მაგრამ კარგად თამაშეს დაცვაში ვინდემის გათამაშება დარტყმა კარის მართულებით იკოშეტი არა ეს იკოშეტი როგორ ჩანს ჩარგაზიამ ვერ დაარტყა ვერ მოარტყა ბურთს ფეხი ისე როგორც მას სურდა და არაფერი გამოვიდა საბოლოოდ ამ მომენტიდან. მინდები ბურთით. ახლობით ორი წუთი რჩება, ჩაყოლი ძალიან კარგად გაითამაშა ბურთი ამ მომენტში. მინდემა შემდეგ გაშიფრეს. მინდემის ჩანაფიქრია. ხიანიძე რალომოზია დარტყმა კარის მართულებით. მონიკაშვილის კიდევ ერთი საევი. გოგოხია ბურთით. არდუაშვილი მარჯვენა ფლანგიდან კარგიც რომ მოძრავა არდუაშვილი შეუძლია დარტყმა პასი ურჩუხიშვილზე და რა მომენტი გააცვიდა ამ მომენტში მიხეილ ურჩუხიშვილმა ნახევარფინალის საგზურის ფასად არ დაუჯდეს აი ეს მომენტი ურჩუხიშვილს და არინანოს შემდეგ არ ვიცი ნახოთ უნდა გაეტანა აღარ თქმა უნდა მომენტში ურჩუხიშვილს უნდა გაიფუჭებინა ეს მომენტი და თქმა სამართლის მოგერება არ გაუჭირდება ნიკაშვილს დააყენა კორპუსი ურჩუხიშვილმა შემდეგ გოგოხია თუ თამაშობს ბურთზე კი ბატონო ითამაშა მაგრამ შემდგომ საჯარიმოში აღარავინ არ იყო შესაბამისად ბურთი რჩება მინდემი ათამაშა აუტი მინდემმა ქსოვრელი ბურთი ჩემი მარჯვენა ფლანგიდან ხარულიძე ქსოვრელი მოძრაობა დარტყმა ახლა ბურთი არავის როგორ ჩანს ნონიკაშვილი სემა ჩარგაზია ზურგით იდგა ბურთთან და სოლენის გადაცემა კოხიანძეზე და 4-3 ხდება ანგარიში როგორი შესწორება დაუშვა კარგო ჰოთელმა მომეჩდა ალბათ ეს მაინც არის ჩარგაზიას დანაშაული ვინაიდან ბურთთან რა თქმა უნდა არ უნდა იყოს თამაში არანაირად ზურგით ძალიან საწყენი არის ესეთი შეცდომა მატჩის მიწურულს და 4-3 ადის წინ ვინდემი და ძალიან ცოტა დრო რჩება მარგო ჰოთელს იმისთვის რომ გადაარჩინოს ეს შეხვედრა ურჩუხიშვილი მოდის ემ შეაბაის თუშოლის გუნდს გზელი გადაცემა გოგოხია ასწილობდა გოგოხია ამ მომენტში ასეთი გოლი მისი ნანახი გვაქვს ძალიან ლამაზი მაშინაც ბოლო წუთზე გაიტანა და გაათანაბრა ანგარიში და ეხლაც რომ აი ამ დარტყმული გაეთანაბრებინა ანგარიში ნუ არ ვიცი გოგოხია კიდევ ერთი მსვლელობა სუპერ დიდი მანძილით სდება კარს ეს დარტყმული ძალიან არაზუსტი ტრაექტორიით მიდის ბურთი აუცმაწვის ვინდემ ამ მსვლელობაში წამები ღარჩება შეხვედრის დასრულებამდე გადააგდო ბურთი წინ ვინდემა ჩასაფრებულია კოხიანიძე და დასრულდა შეხვედრა გაიმარჯვა შეხვედრაში ვინდემა მიულოცოთ ეს გამარჯვება ვინდემს და ყველაზე მეტად ალბათ იმ ადამიანს რომელსაც ხედავთ კადრში რომან კოხიანიძე მატჩის მთავარი გმირი ნამდვილად იმსახურებს იგი ამ ჯილდოს შეეხება მარგო ჰოთელს დასრულდა მათი წავგებელი გუნდის წავგებელი სერია ძალიან სამწუხაროა შემდეგ ის რაღაც თქმა უნდა უსურვოთ წარმატება მარგო ჰოთელს ასე გემშვიდობით ნახევარფინალურ შეხვედრებამდე კიდევ შეგახსენებთ ერთხელ რომ ჯეოქემი სწორედ დაუპირისპირდება ნახევარფინალში ვინდემს და ესე ფინალის აგზურისთვის იბრძოლებენ ნახევარფინალში კოკა-კოლა და ლიბო გრუპი გემშვიდობით შემდეგ შაბათ კვირამდე დროებით